დილამშვიდობის ეთერშია დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ ამბებს დავით ლაბაძე, გიორგი თვალებეიშვილი და ნინო ვარდოსანიძე წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის, ასევე რატომ გაძვირდა ტაქსით მგზავრობა საქართველოში. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები გადაცემის მეორე ბლოკში. გუშინ ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გახდა პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო, რომელსაც მოიპოვა ახალი პრიზი, რომელსაც ქვია The Best. ახდებოდა გუშინ ციურიხში გალაწარმოდგენაზე, ამის შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით სპორტულ გამოშვებაში. ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. რატი გაჩეჩილაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი ადვოკატების განცხადებით მოსამართლის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მისაღებია. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორი თანხის გადახდამდე გაჩეჩილაძის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო იყო ამ კონკრეტ შემთხვევაში ობიექტური და სამართლიანი იმ თვალსაზრისით, რომ დაკავების ოფისში მითითებულია დაკავების საფუძვლად მიმალვის საფრთხე და ჩვენ ვაპელირებდით სწორედ იმ თემაზე, რომ და ჩემი დასაშვები თვითონ გამოცხადდა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ის საუბრობს, რომ უნდა გადაკვალიფიცირდეს ისეთ მუხლზე, რომლის სასანქციო ნაწილიც ამ მუხლის სასანქციო ნაწილზე უფრო ნაკლებია. ანუ ეს არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება მას შეჰყავს შეცდომაში, ის არის პროვოკატორი რეალურად, ის უთითებს ადვოკატის არაკვალიფიცირებაზე, მაშინ როდესაც მან კანონში უნდა ჩაიხედოს ჯერ და კარგად ნახოს მაკვალიფიცირებელი. სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა კანონის დადგენის წესის შესაბამისად. ჩვენ გავეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ რას მსჯელობს სასამართლო, რა არგუმენტაცია გააჩნია სასამართლოს იმისათვის, რომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის შემდეგ გადავწყვეტ გასაჩივრების საკითხს. რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. მოსამართლემ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა უკანონო იყო, ვინაიდან მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. გაჩეჩილაძეს 5,000 ლარიანი გირაოს გადახდა 10 დღის განმავლობაში დაევალა. რატი გაჩეჩილაძის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდეს და იგი დაუბრუნებლივ გათავისუფლდეს დაკავებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ პიროვნების დაკავება მოხდა უკანონოდ. ბრალდებული თავად არის გამოცხადებული საგამოძიებო ორგანოში, ეს მაშინ როდესაც მის მიმართ არანაირი დევნა არ ხორციელდებოდა, არც დაკავებული იყო, არც ბრალდებულად იყო პასუხისგებაში მიცემული და თავადვე გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შეეწყო საგამოძიებო ორგანოებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლო რატი გაჩეჩილაძის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს. სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლოს ხდომის კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5,000 ლარი. სასამართლო მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით, ვინაიდან რატი გაჩეჩილაძე საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი. შესაბამისად, გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება გირაო უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 2017 წლის 20 თებერვალს პირველ საათზე გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში. ნიკა გვარამიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რატი გაჩეჩილაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დანაშაულთან შეუსაბამოა და საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს. დიმიტრი საძეგლიშვილმა მთავარ პროკურატურასა და პოლიციას წერილობით უკვე მიმართა და საქმის კვალიფიცირების შეცვლა მოითხოვა. გვარამიას ადვოკატი პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. უნდა მოთხოვნილიყო განსაკუთრებით
კაცრი ღონისძიება, იმდენად რამდენადაც რატიგა ჩიჩილაძის და მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუთითებდნენ იმაზე, რომ მათ არ მიაჩნიათ 1-2 დარტყმა რაღაც დანაშაულად და მითხოვდნენ პირიქით რაღაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ამ კვენდების დაკვალიფიცირებად. წერილობით მიმართეთ პროკურატურას და პოლიციას და მოვითხოვეთ კვალიფიკაციის შეცვლა, მომავალშიც თვალს მივადევნებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა, ამის შემდეგ რა თქმა უნდა სამართალმცავ ორგანოებს ისევ აქვთ საშუალება რომ გადააკვალიფიცირონ ქმედება და შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მივაღწიოთ სასურველ მიზანს და ქმედება დაკვალიფიცირდეს იმ მუხლით, რაც რეალურად განხორციელდა რადიგა ჩიჩილაძის მიერ. ამედის გაუარესების გამო სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი 4 რეისიდან 3 გაუქმდა. ერთი რეისი ათათურქის, ხოლო 2 გოგჩენის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ფრენა სტამბოლის გავლით უწევდათ. მათ შორის ამუამბის კორესპონდენტი ლიზა ციციშვილი, რომელიც ბარსელონადან გუშინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისის გადადების გამო ავიაკომპანიამ მგზავრები სასტუმროში დააბინავა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება რეისები სტამბოლი თბილისის მიმართულებით. სამუშაოდ ვიყავით წასული ბარსელონაში და უნდა დაბრუნებულიყავით, ღამე უნდა ყოფილიყავით თბილისის დროით პირველი 15 წუთი თბილისში, თუმცა ვერ მოახერხდა ჩვენი ჩამოფრენა. არის მიზეზი ამ დროისთვის უამინდობა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე, ქარბუქი და თოვლი. გითხეს, რომ ძალიან ბევრი 600-მდე რეისი გადაიდო დაახლოებით. ერთ-ერთ განაცვლასთან დაკავშირებით იყო უსაშუალო ძალიან დიდი რიგი, სწორედ ამიტომ ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა დაგვასახლა სასტუმროში. ფარული მოსმენების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს, რამდენად მისაღებია მესამე სექტორის მიერ მომზადებული მოდელი, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენის გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას შემდეგ მოამზადეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების შესახებ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ კანონპროექტის მომზადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ადამიანის უფლებები, ისე ქვეყნის უსაფრთხოება. პარლამენტს ფარული მიყურადების შესახებ სამართლებრივი ნორმების შემუშავებისათვის დრო 31 მარტამდე აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული იქნა პროექტი, რომლის ანალოგის სოფლიოში არ არსებობს. ჩვენ მივსჯელებთ და შევეცდებით, რომ გამოვნახოთ ამ შემოთავაზებასა და სხვა ინტერესებს შორის ბალანსი. აქ ბალანსი ასევე უნდა იქნას დაცული სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ბალანსი უნდა იყოს დაცული ასევე ადამიანის უფლებების ინტერესებიდან გამომდინარე. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ასე ვთქვათ, ხაზი, რაც გაატარა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაქსიმალურად შევასრულოთ. უნდა გავითვალისწინოთ ეს ორივე სიკეთე, რაც არის უფლებებიც და უსაფრთხოებაც. თუ ამ ბალანსს დაარღვევს დამოუკიდებელი ორგანოს არსებობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად ასახვის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ და მოსმენების ეგრეთ წოდებული გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოსთვის გადაცემას ითხოვენ. კამპანია ეშენ გეხებას წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოსთვის გადაცემა ინფორმაციის ბოროტად გამოყენების რისკებს ამცირებს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სააგენტოს კონტროლი პარლამენტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა აიღოს. თავის თავზე აღნიშნულ ინიციატივას ეშენ გეხებას მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტმა კანონში ცვლილებები 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიტანოს. კამპანია ეშენ გეხებას მოდელი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც იქნება დისტანცირებული პოლიტიკური პროცესისგან, მას ექნება მხოლოდ ის ფუნქცია, რომ ჰქონდეს გასაღები, ანუ სერვისის მიმწოდებელი ორგანო იქნება. ასეთი უწყების შექმნა გაცილებით უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს გასაღების ბოროტად გამოყენების, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ორგანოს ხელში გასაღების ყოფნა. სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩეული პარლამენტის მიერ და მისი უფლებამოსილების ვადა არ უნდა ემთხვეოდეს
პარლამენტის ანუ პოლიტიკურ ციკლს. ვფიქრობ, მაქსიმუმ 1 თვეში უნდა იყოს კანონპროექტთა პაკეტი მომზადებული. იმისთვის, რომ არ დაარღვიოს პარლამენტმა ვადები და 2017 წლის 31 დეკემბერს უკვე ახალი სისტემა ამოქმედდეს. ეს იქნება ეგრეთ წოდებული სერვისის განმახორციელებელი სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს ტექნიკურად მოსმენებს მხოლოდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვლობირებთ ამ იდეას სამუშაო ჯგუფში და ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მოვიყვანოთ შესაბამისობაში კანონი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში ეგრეთ წოდებული ბოკერია უგულავას ფრთის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თანაგუნდელებმა არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გიგი უგულავას განმარტებით პარტიის გადასარჩენად რესურსი ძალიან ცოტა დარჩა. უგულავას თქმით, მხარეებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ცივილური გზებით მიიღონ ყველა გადაწყვეტილება და ვინც ცივილურად არ იმოქმედებს, თავადვე დაზარალდება. რესურსი არის ძალიან ცოტა იმისთვის, რომ პარტიის ერთიანობა გადარჩეს და მაშინ პასუხისმგებლობა არის ის, რომ მოხდეს ეს ყველაფერი ადამიანური და ცივილიზებული ფორმით. თუ ამას მოახერხებთ, იქნება ეს კარგი, თუ არა და იმისთვის, ვინც მოიქცევა არაცივილიზებული ფორმით, იმისთვის იქნება დამაზიანებელი. ეს არის და ეს მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი და საინტერესოც არაფერი არ მაქვს სათქმელის სამწუხაროდ. განვიხილავდით პარტიაში მიმდინარე მოვლენებს. ეს საკითხები არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გაიგებთ ინფორმაციას დაწვრილებით. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას ამ ეტაპზე არ აპირებს. დეპუტატი აცხადებს, რომ 20 იანვარს დანიშნულ პარტიის ყრილობას დაელოდება, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ნიკა მელიას განცხადებით, განხეთქილების მიუხედავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაიშლება და მას მხოლოდ ის წევრები გამოაკლდებიან, რომლებიც პარტიის დატოვებას გადაწყვეტენ. ჯგუფი დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან როგორც უკვე აგიხსენით, მათ ჩათვალეს, რომ ყრილობაზე მათ გამარჯვების შანსი უბრალოდ აქვთ ძალიან დაბალი. ფრაქციის თავმჯდომარეობას, ფრაქციაში მიმდინარე საკითხებს, რასაც შემთხვევით პირადად ეს მე-20 და 25 ხარისხოვანი თავარი ინტერესი არის 20 იანვრის ყრილობა და სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც ახლა ვიდეო ჩვენ საუბრობთ. ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია გაზპრომ ექსპორტის ხელმძღვანელობასთან დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მინსკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება. ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გაზპრომ ექსპორტის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრაზე რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხი განიხილება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ავარია გორის კრისა ავტომობილო გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 პირის დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებულები სამედიცინო ცენტრ გორმერჩი გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეუღლეები არიან, მასთან ახლიათ ერთი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც სამივესი დამაკმაყოფილებელია, გაუკეთდათ კატეკლევა. ამ წუთში იყოფებიან დაკვირვების ქვეშ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაში სამწუხარო, ამათთან ერთად იყო ბავშვი, რომელიც დაიღუპა სასწრაფო უკვე დაღუპულ მდგომარეობაში შემოგვიყვანა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრპოინტის საქმის განხილვა გაგრძელდება. ბათუმის მაგნოლიის საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესების გადადების შუამდგომლობით მიმართავს. აღნიშნულის მიზეზად ადვოკატი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, რის გამოც ბრალდებულს სასამართლო მოსმენებზე დასწრება არ შეუძლია. მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდებულის დასწრების გარეშე პროცესების ჩატარების წინააღმდეგი. ადვოკატი ასევე მოითხოვს, რომ სხდომები არც სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდეს.
სთხოვს სასამართლოს, რომ მისი დასწრების გარეშე არ ჩატარდეს სასამართლო პროცესი, რომ მას უნდა პირადად მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში, რის უფლებასაც მას აძლევს კანონი. არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდეს სასამართლო პროცესი პალატაში, რადგან ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ იძულებული ვიქნებით მისი უფლება კონსტიტუციური და კანონიანი მონაწილეობა მიიღოს პროცესში იგნორირებული იქნება და მაშინ მის გარეშე მოგვიწევს სასამართლო პროცესების ჩატარება. რამდენად კეთილსინდისიერად ანიჭებენ დედაქალაქში ხეებს დაზიანებული სტატუსს საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI დაინტერესდა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის წინა წლებთან შედარებით 5-ჯერ მეთხეს მიენიჭა დაზიანებული სტატუსი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების შესახებ თბილისის მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა საპასუხოდ მერიისგან ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2011-2016 წლებში გაცემული ნებართვების ასლები მიიღო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 3552 ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა, საიდანაც დაავადებული მხოლოდ 827 ხე იყო. ჩვენ ხედავთ შემდეგ რისკებს. პირველ რიგში რისკი, რომ კომპანიამ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ხე გამოაცხადოს ან დააზიანოს და შემდეგ ეს ხე, ასე ვთქვათ, ფულის გარეშე მოჭრას. მეორე რისკი ის არის, რომ საგრძნობლად შემცირდება თბილისის მერიის შემოსავალი, იმიტომ რომ ხეების ჭრისგან მიღებული შემოსავლის 70% გახლავთ, ასე ვთქვათ, დაზიანებული, დაავადებული ხეებისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე თურქ კოლეგას შეხვდება. ოფიციალური შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა იქნება განხილული. საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. თურქეთი, როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურ ელჩების შეკრებაში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიმართავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თურქეთის დიდ კორპუსს საქართველოს შესახებ და ასევე ეს არის დემონსტრირება იმ საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც საქართველოს უკავია. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს-ისრაელის მეგობრობის შესახებ ილაპარაკა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ისრაელისათვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კონფესიათა და ცივილიზაციათა თანაცხოვრების მაგალითია. ეს მრავალფეროვნება ქართული სახელმწიფოს ძლიერებაა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ებრაელთა თემად შეიტანა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ბრძოლა ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად. ჩვენი ქვეყნები დღესაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნას ჩვენი შვილებისათვის. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ნათლად წარმოაჩენს ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა თუ კულტურული თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს. ჩემი ისრაელში ვიზიტის დროს მე მომეცა შესაძლებლობა უშუალოდ მენახა თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევების სხვადასხვა სფეროში. დღეს აქ მოვედი ისრაელის ხელისუფლებისაგან ნათელი გზავნილით. ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული. ჩვენი სურვილია წინსვლა საერთო ვაჭრობის ყველა სფეროში. სურს განსაკუთრებით გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი მიმართულებები. ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართულ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდაქმნათ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით წარმოვთქვა სადღეგრძელო ჩვენი საერთო წარსულის პატივსაცემად. გამოვხატო მადლიერება თქვენი მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და მოკავშირეობის იმედით. მერთმა დალოცოს საქართველო და ისრაელი.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმიგრანტების დეპორტაციის პროცესის დაჩქარების მომხრეა, რომელთაც ქვეყანამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მიგრანტების დეპორტაცია უზრუნველყოს. ამასთან გერმანიის კანცლერი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაზოგონ ძალისხმევა მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ეს განცხადებები ანგელა მერკელმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას გააკეთა. თავდასხმისას 24 წლის ტუნისელმა, რომელსაც ქვეყნიდან დეპორტაციალო და სატვირთო ავტომობილით ქვეითად მოსიარულეებს გადაუარა. ჟენევაში გაეროს ეგიდით კვიპროსის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ კუნძულის ბერძნული ნაწილიდან ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი და თურქული ნაწილიდან კუნძულის ლიდერი მუსტაფა აკინჯი. გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით შეთანხმების მიღწევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მხარეებმა ძალაუფლების განაწილების და უსაფრთხოების საკითხები უნდა განიხილონ. გაერთიანების შემთხვევაში კვიპროსი სავარაუდოდ ერთიან, თუმცა ფედერაციულ სახელმწიფოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც ხელისუფლება თურქ კვიპროსელებსა და ბერძენ კვიპროსელებს შორის გადანაწილდება. კუნძული ორ ნაწილად 1974 წელს თურქეთის შეჭრის შედეგად დაიყო. ვენესუელას ნაციონალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა უზენაესი სასამართლოს განმარტებით პარლამენტს პრეზიდენტის დათხოვნის უფლებამოსილება არ გააჩნია. ნიკოლას მადუროს გადაყენების საკითხს 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით პარლამენტს ასევე ეკრძალება მოწოდებების გაკეთება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ, პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში ადანაშაულებენ. დავუბრუნდებით კვლავ საქართველოს და პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვითარდება. ნაციონალური მოძრაობა დაშლის პირა საოპოზიციური პარტიის ორივე მხარე უკვე აღიარებს, რომ კრიზისის დაძლევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაფერი კი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში 2016 წელს დაიწყო, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და ოპოზიციამ ამ შედეგების მიზეზების ძებნა დაიწყო. სწორედ გასული წლის პოლიტიკურ მოვლენებს შევაჯამებთ დღეს სტუმართან ერთად, რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა 2016 წელს ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში და რა გავლენა აქვს ამ პროცესებს საქართველოზე. რონდელის ცენტრის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგულაშვილის შეფასებას მოვისმენთ დილის მოამბეში. დილამშვიდობის ბატონ კახა, მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. 2016 წელი შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იყო მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოს გამოვყოთ პირველ რიგში, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ქართულ პოლიტიკაში გასულ წელს? ქართულ პოლიტიკაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეს არჩევნები იყო, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შეიძლება ითქვას შესაძლოა ბევრი არ შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მმართველი ძალა კვლავ დარჩა ხელისუფლებაში, მაგრამ მან კიდევ უფრო გაიმყარა თავისი ესე ვთქვათ პოზიციები, მიეცა მეტი საშუალება და ამასთან მეტი ვალდებულებები და მეტი პასუხისგებლობა ქვეყნის ესე ვთქვათ განვითარებასა და მომავალზე. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროცესებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ასევე ეკონომიკური თქვა ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა. მე მგონია, რომ ყველაზე ნეგატიური მოვლენა ეს იყო ლარის გაუფასურება, რომელმაც მიიღო ესეთი რაღაც ძალიან დრამატული ხასიათი და ამ პირობებში ეს თქვა ჩვენ შევდივართ 2017 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევებით. განსაკუთრებით ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო ვითარება ჩვენს გარშემო, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. კონფლიქტები, რომლებიც რეგიონში ჩვენ ახლო მდებარე რეგიონში მიმდინარეობს, თავისთავად გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატზე, გავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, დაინტერესებაზე ჩვენი რეგიონის მიმართ და ესეც კიდევ ერთი გამოწვევაა. გასაგებია, ბატონ კახა, რა გავლენა იქონია მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ იმ პარტიებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში? მე ვგულისხმობ
იმას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეიძლება ითქვას, რომ დაკარგა თავისი ფუნქცია, რომელიც ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. დიახ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება პოზიტიურ მოვლენად ის, რომ პარლამენტი საკმაოდ, თქვათ, არ არის წარმოდგენილი პარლამენტში დიდი რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში საკმარისი რაოდენობა პარტიებისა, ანუ ვერ ჩავთვლით, რომ ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ მასში 3 პარტიაა წარმოდგენილი. საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად ასევე ერთი მმართველი ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიძლება ჩაითვალოს ასევე პოზიტიურ მოვლენად, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მმართველი ძალის ბრალი არ არის, მაგრამ მთლიანობაში ქვეყნისთვის ალბათ ყოველთვის უმჯობესია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი იყოს პარლამენტში შემავალი ყველა პარტიის ხმა და მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა მაინც. ეს კიდევ ერთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ ძალას, როგორ გამოიყენებს ის თავის საკონსტიტუციო უმრავლესობას, რა მიმართულებით შეცვლის კონსტიტუციას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ როგორ შეიძლება ეს კონსტიტუცია და მივიღებთ ჩვენ უფრო დემოკრატიულ საქართველოს თუ ნაკლებად დემოკრატიულს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ დგავართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, პროცესი, რომელიც ვითარდება დღეს, ეს არის ის, რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, ეს პოზიტიური ცვლილებები იქნება ყოფილი მმართველი ძალის მიერ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის წინაშეც დღეს არის, პარტია ფაქტობრივად ორად იყოფა, შეიძლება დაიშალოს, დაკარგავს ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. ძნელი სათქმელია დაკარგავს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ სტატუსს, თუმცა რომ დაიშალოს და გაიყოს ეს პარტია, ძირითადი მიმართულებები, მათი ესე ვთქვათ პრიორიტეტული ხედვები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მე მგონი აქ უფრო რაღაც პირადული საკითხებია წინა პლანზე წამოწეული, ვიდრე ესეთი მსოფლმხედველური საკითხები, ამიტომ პრაქტიკულად მაშინ იქნება ორი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში, ორი ფრაქციით წარმოდგენილი და ეს დიდად სურათს, მე მგონი მთლიანად სურათს არ შეცვლის. სულ ეს არის. გასაგებია, ბატონ კახა, თქვენ ახსენეთ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს საქართველოზე ინვესტიციების კუთხით, კონკრეტულად რაც ეხება ეკონომიკას, თუმცა საინტერესოა პოლიტიკური მოვლენები, პოლიტიკურ ჭრილში რამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული გასულ წელს მსოფლიოში, ამერიკის არჩევნები, ასევე ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება და ასე შემდეგ ბევრი სხვა პროცესი. რამ შეიძლება პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ჩვენზე? მე მგონია დავიწყებ იქიდან, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება გავიდეს ევროკავშირიდან ალბათ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოზე და ასევე მის ევროპულ მისწრაფებებზე. მაგრამ რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებს, ეს არის ჯერჯერობით ღია საკითხი, ჩვენ არ ვიცით პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც უკვე გაჩნდა არა მარტო საქართველოს მხრიდან, არამედ მთელ მსოფლიოში. ევროპელები არიან ძალიან შეშფოთებულები იმითი, რა განცხადებებითაც მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს რისკები იმისა, რომ შეერთებული შტატების მთლიანად საგარეო ურთიერთობებში მისი ჩართვა შემცირდეს და მეტი კონცენტრირება მოახდინოს შიდა პოლიტიკაზე. პლუს ამას ემატება ის, რომ ტრამპი ნაკლებად არის მომხრე შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს თავისი ეს ღირებულებითი პრინციპების, ეს თქვა წინა პლანზე წამოწევა საგარეო ურთიერთობებში და უფრო რაღაც რეალ პოლიტიკის ჭრილში უნდა გადაიყვანოს ქვეყანა, ანუ წმინდა ინტერესების ეს თქვა სიფრთხეში მის საგარეო ურთიერთობები. მეორე ეს არის თურქეთში, რა თქმა უნდა, მომხდარი მცდელობა გადატრიალებისა, რომელმაც შეცვალა თურქული პოლიტიკა, ანუ მან მისცა ძალიან დიდი კარტ ბლანში, ასე რომ ვთქვათ, მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც
რომელიც არ ვიცით როგორ გამოიყენებს ამ გაზრდილ ძალაუფლებას, ფაქტიურ ძალაუფლებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თურქეთმა არ შეაჩეროს დემოკრატიული განვითარების ეს თქვა თავისი დემოკრატიული განვითარება, იმიტომ რომ თურქეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლა ქვეყანა. მესამე არის რუსეთი, რა თქმა უნდა, რუსეთი, რომელიც ჩვენ რეგიონში ყოველთვის ითვლებოდა ბოლო ხანებში და ალბათ ადრეც ისტორიულადაც არასტაბილურობის რაღაც კერად. რუსეთის პოლიტიკა ჩვენ ხედავთ რომ დასავლეთთან სულ უფრო და უფრო მეტი წინააღმდეგობები ჩნდება რუსეთსა და დასავლეთს შორის, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებები აქვს, განცხადებებს აკეთებს ტრამპი, მთლიანობაში რუსეთი უპირისპირდება შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც და რა თქმა უნდა მისი დაპირისპირება უკრაინასთან მთლიანობაში რეგიონში მისი ასე ვთქვათ მომავალი როლი არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ის გადადის ძალისმიერ პოლიტიკაზე პრაქტიკულად უარყოფს საერთაშორისო ნორმებს. საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად ვერ აღმოჩნდა სათანადოდ ქმედითი, რომ შეეჩერებინა ეს სისხლის ზღვრა, რომელსაც ადგილი აქვს სირიაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიციები ძლიერდება მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე? რა თქმა უნდა, პუტინის პოზიცია გააძლიერა აი მიღწეულმა, მე ვიტყოდი ბრჭყალებში მიღწევებმა, რომელიც სირიაში მათ ჰქონდათ, ანუ აიღეს ალეპო, პრაქტიკულად დაასუსტეს ძალიან პუტინმა და რა თქმა უნდა ასადმა ერთად ტანდემში დაასუსტეს სირიული ოპოზიცია და შექმნეს საფუძველი იმისათვის, რომ გრძელვადიანად რუსეთი დარჩეს სირიაში თავისი სამხედრო ბაზებით, თავისი ყოფნით. ეს არის ხმელთაშუა ზღვაში მისი სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ყოფნის და სტრატეგიული პოზიციების გაძლიერება, რა თქმა უნდა. თავად პუტინი აქ გამოჩნდა როგორც ძლიერი ლიდერი, რომელმაც რაღაცეები მოახერხა, რაც ვერ მოახერხა დასავლეთმა. მაგრამ აქ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში არსებობს რაღაც ამბივალენტურობა იმისა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ბევრი ცემს პატივს ძალას და ემორჩილება ძალას, შეიძლება ითქვას, მაგრამ მეორეს მხრივ ის იწვევს კიდე მეტ გაღიზიანებას, იმიტომ რომ ეს ძალა არ არის სწორად მიმართული, ის არ არის მიმართული იმაზე, რომ სოფლიოში დამკვიდრდეს მშვიდობა, თანასწორობა, განვითარდეს დემოკრატია, ხელი შეეწყოს ქვეყნების, მათ შორის მათი მეზობლების თავისუფალ განვითარებას და ეს ამ თვალსაზრისით მისი ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაბლა იწევს. ამ არაერთი გამოწვევის ფონზე ბატონ კახა რამდენად მნიშვნელოვნად დარჩება საქართველო ამერიკისთვის როგორც სტრატეგიული პარტნიორი. რაიმე ცვლილებებს უნდა ველოდოთ სასიკეთოს ამ პირიქით? საქართველოს და შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, გააჩნიათ მყარი, ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, საფუძველი ურთიერთობებისთვის, კარგი ურთიერთობებისთვის, მეგობრული ურთიერთობებისთვის. ეს ურთიერთობები გაგრძელდება, საქართველოს დარჩება შეერთებულ შტატების პარტნიორად, რა თქმა უნდა, დარჩება ნატოს პარტნიორად საქართველო და ნატოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში სტაბილურობას, ამ რეგიონში კარგი პარტნიორის ყოლას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს რისკები იმისა, რომ შესუსტდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რეალური მხარდაჭერა, იქნება პოლიტიკური თუ სამხედრო თუ სხვა თვალსაზრისით და მაშინ, რა თქმა უნდა, მეტად ეხსნება ხელები რუსეთს იმისათვის, რომ მან მეტი არასტაბილურობა გამოიწვიოს და აუცილებელი არ არის ჩვენ მოველოდოთ რაღაც აგრესიას რუსეთის მხრიდან, მას გააჩნია ძალიან ბევრი სხვა ბერკეტები იმისათვის, რომ იმოქმედოს დესტაბილიზაციის გამომწვევად საქართველოში. მადლობა ბატონ კახა, თქვენი შეფასებისთვის, მობრძანებისთვის ჩვენთან სტუდიაში. რონდელის ცენტრის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი პასუხობდა დილის მოამბის შეკითხვებს. ახლა კი ბიზნესის და ეკონომიკის სიახლეები, რომელსაც დავით ლაბაძე წარმოგვიდგენს. მოგესალმებთ კიდევ ერთხელ, რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში. მიმდინარე წელს ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, მანამდე კი ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს გაგაცნობთ. საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 26%-ით გაიზარდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 2016 წელს რეგულარული და არარეგულარული რეისებით საქართველოს აეროპორტებმა სულ 2.840.000-ზე მეტი მგზავრი მიიღო. ზრდა წინა წელთან 26, ხოლო 2014 წელთან შედარებით 51%-ია, რაც შეეხება ცალკეული აეროპორტების მონაცემებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 22%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტს 38%-ით, ქუთაისში ზრდა 48%. დაფიქსირდა, ხოლო გამონაკლისი მესტიის აეროპორტია, სადაც მგზავრთნაკადის კლება 6%-ია.
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. Gulf-Air ბაჰრეინის თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისების შესრულებას 25 ივნისიდან დაიწყებს. ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გასული წლის მაისიდან მიმდინარეობდა. Gulf-Air-ის ავიაციო ბაზარზე 60 წელზე მეტი ოპერირებს და ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 53 ქალაქში ახორციელებს. საქართველოში ტაქსით მგზავრობა გაძვირდა. სერვისის მომწოდებელი კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებისა და საწვავის გაძვირების გამო იძულებული გახდა ტარიფი გაეზარდა. მცირე მონაკვეთზე ტარიფმა 3 ლარიდან 3 ლარსა და 50 თეთრამდე მოიმატა, შედარებით დიდ მანძილზე მგზავრობა კი 1 ლარით გაძვირდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად 2017 წლის 1 იანვრიდან საწვავზე აქციზი გაიზარდა. შედეგად ბენზინგასამართ სადგურებში ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა. მგზავრობის გაძვირების შედეგად მგზავრთა რაოდენობის შემცირებაზე უკვე საუბრობენ მძღოლები. ტაქსის კომპანიებისა და მძღოლების ვარაუდით ფასების კიდევ უფრო ზრდა მოსალოდნელი აღარ არის. მიერები ხარჯები, რომელიც გაეზარდათ მათ ცხოვრების განმავლობაში, მათი სოციალური ხარჯები, შვილების სწავლის ღირებულება და ასე შემდეგ, ზოგადად გამოიწვია რასაკვირველია გადაადგილების ღირებულების აწევა. ვაკვირდებით ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და პროცესებს და უახლოეს მომავალში გადავხედავთ ჩვენს ტარიფებს. ერთ თვეში გაძვირდა ფაქტიურად 50 თეთრით საწვავი, როგორც ბენზინი, ასევე გაზი. ასევე გაძვირდა მანქანაზე ნაწილები. აქედან გამომდინარე მანქანის შენახვა უკვე ძვირიჯდება. მშენებლობის სტანდარტები პერიოდულად პროტესტის საგანი ხდება. მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში გამწონებული ზონების ნაცვლად ახალი მშენებლობების წინააღმდეგია. პრობლემას ასევე ქმნის შენობებს შორის დისტანციის უქონლობა და მათი სიახლოვე გზის სავალ ნაწილთან. აღნიშნული საკითხით დასარეგულირებლად ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს მშენებლობის კოდექსი უკვე წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ჩარჩო დოკუმენტი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით დამუშავდება. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მოსახლეობა მეხუთე საცხოვრებელი კორპუსის წინ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა. სამშენებლო სამუშაოების გამო პროტესტია სუხიშვილის 12 ნომერში. ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს. სამი საპროტესტო აქცია 9 დღეში. ნუცუბიძის პლატო, პარკეთილი, ცინცაძის ქუჩა. ლოკაციები სხვადასხვაა, მოსახლეობის მოთხოვნები მსგავსი. ადგილობრივები მწვანე საფარის შენარჩუნებას ითხოვენ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ახალი მშენებლობების საფრთხეს ძველ კორპუსებს უქმნის. თუ შეიძლება რომ მოხდეს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა და ნაცვლად ამ ნარგავების მოჭრისა არის სხვა სამშენებლო ტერიტორია და იქ აშენდეს. ქალაქის დაგეგმარების პრობლემებზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი აზრით ყოველი ახალი მშენებლობა დამატებით პრობლემას ქმნის სატრანსპორტო ნაკადის კუთხით და ქალაქის იერსახეც მახინჯდება. თავად პრობლემად ქალაქის მოწესრიგების პოლიტიკური ნების უქონლობა სახელდება. ვერც კოდექსი და ვერც ნების ვერც ერთი კანონი პრობლემას ვერ გადაჭირს, თუ არ არსებობს მისი აღსრულების პოლიტიკური ნება. ქალაქი არ ვითარდება რაღაც ერთიანი გეგმის, ერთიანი ხედვის ფარგლებში, რაც პრობლემაა იმდენად, რამდენადაც თითოეული მშენებლობა გარკვეულ გავლენას ახდენს როგორც კონკრეტულ უბანზე, კონკრეტულ რაიონზე, ისე მთლიანად ქალაქზე. ქალაქის მერი ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემისას დედაქალაქის მთავრობა ყველა ნორმას იცავს. პრობლემის მოსაგვარებლად კი ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო კოდექსი მოამზადა. დოკუმენტი უკვე გადაეგზავნეს საკანონმდებლო ორგანოს. ეს არის ძალზედ სერიოზული და მოცულობითი დოკუმენტი. მას დაჭირდება კიდევ ბევრი შრომა. ეს გახლავთ ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მისცემს საშუალებას სამშენებლო დარგში წესრიგის დამყარებისთვის. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ რეგულაციას და წესს, რაც კი დღეს არსებობს მშენებლობასთან დაკავშირებით. სადაც არ უნდა დაიწყოს მშენებლობა, ყველგან უბნის მოსახლეობა მაინც ასაჩვირებს უბანში დამატებითი მოცულობის გაჩენა. არავის არ უნდა და არავის არ სიამოვნებს, თუმცა მეორეს რომ საკუთარ ინტერესებიც უნდა იქნას დაცული. სამშენებლო კოდექსი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე მშენებლობები ძველი სტანდარტით გრძელდება. სამშენებლო ქაოსის გარდა კიდევ ერთი პრობლემა თბილისში საცობებია. 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება, რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია ქალაქის საცობების განსატვირთად. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო ირაკლი, როგორც აღნიშნეთ, თბილისში საცობების პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიუხედავად მაინც ვერ ხერხდება. დედაქალაქში 2017 წლის ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის კუთხით არის ახალი პროექტები გაწერილი. კონკრეტულად რა პროექტებზე არის საუბარი ამ შემთხვევაში? კი ბატონო, მოდი ცოტა ისე გლობალურად შევხედოთ საკითხს. მნიშვნელოვანია
ის რომ ვიცოდეთ საცობების გამომწვევი მიზეზები და ამის ერთ-ერთი მთავარი არის ავტომობილების გაზრდილი ნაკადი და მთლიანად კომპლექსური მიდგომა საჭირო იმისათვის რომ ამ გამოწვევას უპასუხოთ. ხა ილუზია იმისა რომ რაიმე ერთი კონკრეტული ღონისძიებით შესაძლებელია საერთოდ თბილისის ქუჩების განტვირთვა ეს არის შეუძლებელი ზოგადად თქვენ თუ ნახავთ დიდ ქალაქებს, დედაქალაქებს და ასე ვთქვათ მილიონზე მეტიან ქალაქებს იქ ყოველთვის დგას გარკვეულწილად გადაადგილების პრობლემა. თუმცა ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას ვაკვირდებით და ბუნებრივია გვაქვს ხუთმიმართულებიანი გეგმა, რომელიც 2 წლიან პერიოდს მოიცავს და ის მუდმივ განახლებას განიცდის, რომელიც პასუხობს იმ გამომწვევ მიზეზებს, რომელიც თბილისში ქმნის გადაადგილებისას გარკვეულ შეფერხებებს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ საცობების ხუთმიმართულებიან გეგმაში არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ასევე მნიშვნელოვანი როლის მატარებელია რეგულაციები, რომელმაც უნდა უპასუხოს ამ პრობლემას, რომელიც იქნება თბილისში. ბატონი რაგლი, თქვენ აღნიშნეთ, რომ 2 წლიან გეგმაზეა საუბარი. მიმდინარე წელს რა ღონისძიებები გაიმართება? კი ბატონო, მე გეტყვით, ეს ჩვენ გვაქვს ეს 2 წლიანი გეგმა, რომელიც 2016 და 2017-ს მოიცავდა, ეს გეგმა უკვე განახლდა და მთლიანად 2017-ის მიმართულებებზეა აწყობილი. 2016-ში რიგი პროექტებისა დასრულდა და მე შემიძლია რამდენიმე ახალი პროექტი გითხრათ და ასევე ის არსებული რეაბილიტაციები, რომელიც თბილისის სხვადასხვა ქუჩებში განხორციელდა, კერძოდ მე ინფრასტრუქტურას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგალითად მოეწყო პუშკინის ესტაკადა, მოეწყო სააკაძის კვანძი, გაიხსნა კწანისი შინდისის გზა და მთლიანობაში დაახლოებით ძალიან ბევრი 1.400.000 კვადრატული გზის რეაბილიტაცია განხორციელდა მთლიანობაში. და ბატონი რაკლი, დასრულებულმა პროექტებმა რამდენად უზრუნველყო ის მიზანი, რისთვისაც ეს ყველაფერი გაკეთდა, ანუ უზრუნველყო თუ არა საცობებიდან გათავისუფლება გზების ელემენტარულად. რამდენიმე მაგალითს, კერძოდ სააკაძის კვანძის შემთხვევას, რომელიც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებია თბილისის მერიას, რადგანაც წინასწარი კვლევა განხორციელდა, თუ რა შედეგი შეიძლება მოეტანა სააკაძის კვანძის მოწყობას და ის არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც ასევე უნდა გაგრძელდეს 26 მაისის მოედანზე, პეკინის ქუჩაზე და ასე შემდეგ და ეს პროექტები წელს არის დაგეგმილი. მთლიანობაში ამ სააკაძის კვანძის მოწყობის შემდეგ ამ არეალში ბევრად უფრო ორგანიზებული გახდა მოძრაობა, დაახლოებით 8-დან 10%-მდეა გაზრდილი გამტარუნარიანობა და არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ძალიან ხშირი იყო აქ კვანძის მოწყობამდე, პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. ასევე თუ ჩვენ ზემოდან დავაკვირდებით იქ ავტომობილების ნაკადს, ის არის საკმაოდ ორგანიზებული. მე არ ვამბობ, რომ იქ შეფერხება არ არის, ან დროის გარკვეულ მონაკვეთებში, ესე რომ ვთქვათ, მოძრაობა ინტენსიური არ არის, რა თქმა უნდა არის, მაგრამ შედარებით იმასთან და იმ ქაოტურ გადაადგილებასთან, რაც იყო მანამდე, ბუნებრივია, არის ბევრად უფრო კარგი შედეგი. გარდა ამისა, შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითად პუშკინის ესტაკადა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა სოლოლაკის რიგი ქუჩები, განსაკუთრებით ლეონიძე, ასათიანი, მაჩაბლის ქუჩა თუ ის ვიწრო ქუჩები, რომელიც იყო საკმაოდ გადატვირთული და დაახლოებით და განსაკუთრებით საღამოს მონაკვეთებში იქ გავლა იყო ძალიან მძიმე. პუშკინის ესტაკადამ უზრუნველყო, რომ იქ საავტომობილო ნაკადები და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ისტორიული ქუჩა და იქ საკმაოდ ბევრი ისეთი შენობა დგას, რომელსაც ესეთი გაზრდი ავტომობილების ნაკადი მაინდა-მაინც პოზიტიურ გავლენას არ ახდენს, ბევრად უფრო განტვირთულია დღეს, ვიდრე ეს იყო მანამდე. ასევე შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება სამმავლო გეგმებს, რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი, მოხდება გზის გაფართოების სამუშაოები და აღნიშნული იყო, რომ ეს იქნება ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ანუ მხოლოდ იქნება ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აღნიშნული პროექტი, თუ დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების ჩატარება სხვაობნებში. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და რა თქმა უნდა, საცობების მართვის ხუთმიმართულებიანი გეგმაში ინფრასტრუქტურის მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტია, რადგანაც თქვენც ალბათ გადაადგილდებით ხშირად ავტომობილით და ერთ-ერთი კვანძი, სადაც მოძრაობის შეფერხება ხორციელდება, სწორედ ეს ადგილია. ამიტომ ჩვენ ამას უყურებთ ძალიან სტრატეგიულად, რადგანაც გვინდა რომ იქ მოძრაობა და გამტარუნარიანობა ამ გზის გაფართოების შედეგად იყოს უფრო მეტი. გარდა ამისა, მე შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე პროექტი, რომელიც სულად ახალი პროექტია და ასევე დაგეგმილია 40-მდე არსებული მნიშვნელოვანი გამზირის თუ ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის, ასე ვთქვათ, ანუ ხარისხიანი გზის საფარის მოწყობა, რომელიც უფრო მეტ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ახალ პროექტებს, ერთ-ერთი შეიძლება აქ მე რაც შემიძლია გითხრათ და 2017 წელს დაიწყება ამ მშენებლობა არის მარშალ-გელოვანისა და ახვლედიანის გზის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, ასევე არის ვაშლიჯვრიდან მარშალ-გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის
მოწყობა, ამ მიმართულებითაც მიდის აქტიური მუშაობა, გარდა ამისა, რამდენიმე ახალი გზის დაპროექტება მოხდება და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას ეს არის ნაფეთროები ახალდაბის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის პროექტირება, რომელმაც ესე რომ ვთქვათ თბილისის ეს გზა მნიშვნელოვანი, ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი კვანძი შეიძლება გახადოს, ესე რომ ვთქვათ, კლიანობაში თბილისის მიმდებარე ტერიტორიას განვითარების ნაწილში. გარდა ამისა, კარხურის მიმდებარე ტერიტორიაზე იქ არის გადასასვლელის მოწყობა, ასევე არის მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოები. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი პროექტია, რომელმაც რიგ წერტილებში უნდა უზრუნველყოს. ბატონო ირაკლი, რა პერიოდში უნდა დასრულდეს ეს სამუშაოები სრულად, ანუ ის პროექტები, რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობდით? ეს არის მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს თუ გაწერილია რამდენიმე წელს? მე პროექტირება, რომელსაც ეხება იმ პროექტირების დასრულება იგულისხმება წელს და სამუშაოები პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება და ეს იქნება ალბათ გარდამავალი პროექტები, თუმცა მე ჩამოვთვალე რამდენიმე გზა, მათ შორის ერთ-ერთი იყო მარშალ გელოვანის გზასთან დაკავშირებული პროექტები, მის მშენებლობა დაიწყება 2017 წელს და ამავე წელს არის ნავარაუდები მათი დასრულება. ასევე დაგეგმილია ხიდების რეაბილიტაციაც, რომელიც აქამდეც ხორციელდებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ხიდების რეკონსტრუქცია წლების მანძილზე არ იყო განხორციელებული და მისი რეკონსტრუქცია. გასაგებია, ბატონო ირაკლი, საერთოდ ჯამში რა თანხა არის ამ პროექტებისთვის გამოყოფილი? ზოგადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით არის დაახლოებით 85 მილიონი ლარი გამოყოფილი 2017 წელს. ის მოიცავს როგორც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, ასევე თბილისის 10-ვე გამგეობის მიერ დაგეგმილ საგზაო სამუშაოებს. ეს თანხა აღემატება წინა წელს არსებულ მაჩვენებელს და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, ისევე როგორც 2016 წელს, 2017 წელს სალს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გზების მშენებლობა, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა გაზარდოს რიგ კვანძებში გამტარუნარიანობა და საცობების მართვის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები, აქ არის ახალი გზები, გზების რეაბილიტაციები და კვანძების მოწყობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ გასაგებია და ბოლოს ბატონო ირაკლი ძალიან ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მინდა გკითხოთ, საუბარი იყო მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობასთან დაკავშირებით, რაიმე სიახლე თუ ამ მიმართულებით როდის დაიწყება და დასრულდება ეს თვილი? ჩვენ იანვარში ველოდებით უკვე საბოლოო დოკუმენტს რიგი ტექნიკური შესწორებების შემდეგ, რის შემდეგაც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, წინასწარი ინტერესი კერძო ინვესტორების მხრიდან ფიქსირდება, თბილისის 10 ლოკაციაზეა საუბარი სხვადასხვა უბნებში და კერძო ინვესტორებს შეთავაზებული ექნებათ ეს ლოკაციები, რომ გადაცემის სანაცვლოდ იქ მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მრავალდონიანი პარკინგების. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, ეს დაახლოებით ეს 10 ლოკაცია გულისხმობს 4000-ზე ცოტა მეტი საპარკინგო ადგილის შექმნას, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ 2017-ში უყურებთ სტრატეგიულად საპარკინგო, ზოგადად პარკინგის სტრატეგიის გადახედვას და აქ შეიძლება მნიშვნელოვანი რიგი ცვლილებები გქონდეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი და გამოშვების ბოლოს გაგაცნობთ ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსს. დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 75 თეთრი ღირს, 1 ევრო 2 ლარი და 99 თეთრი. 1 ფუნტ სტერლინგის შეძენა 3 ლარად და 34 თეთრად შეგიძლიათ. 100 რუსული რუბლი 4 ლარი და 59 თეთრი ღირს, 1 თურქული ლირა კი 73 თეთრი. რაც შეეხება ეკონომიკასა და ბიზნესს, ახლა კი სპორტული სიახლეებით გიორგი თვალბაშვილი გვერდით. მილამშვიდობის მიესალმები მაყურებელს 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა კრისტიანო რონალდო, რომელმაც დიდი უპირატესობით აჯობა თავის კონკურენტებს ლიონელ მესის და ანტუან გრიზმანს. გუშინ ციურიხში გალაწარმოდგენა გაიმართა და FIFA-მ შეაჯამა 2016 წელი საფეხბურთო, აი მის შესახებ ვისაუბრებთ რამდენიმე წამში. პირველად 2010 წლის შემდეგ FIFA-მ ცერემონია ჩაატარა დამოუკიდებლად ფრანს ფუტბოლის გარეშე, შესაბამისად წლის საუკეთესო ფეხბურთელს არა ოქროს ბურთი, არამედ ახალი პრიზი გადაეცა, რომელსაც ბესტ ჰქვია. ასევე სხვა ნომინაციებში გამოვიდნენ გუშინ გამარჯვებულები და მიიღო თანმიმდევრობით დიეგო მარადონამ გამოაცხადა წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა ფეხბურთში და ეს გახდა კლაუდიო რანიერი, ინგლისის ლესტერის მთავარი მწვრთნელი. მოგეხსენებათ, ლესტერმა შარშან ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო და დაუფასდა ეს წარმატება იტალიელ სპეციალისტ მანაჯობა
ფერნანდო სანტუშ და ზინედინ ზიდანს აი ამ ნომინაციაში. წლის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა მალაიზიელი მოხდი ფაიზუ სუბრი. მალაიზიის ჩემპიონატში გატანილი გოლი დააფასეს. მანაჯობა ბრაზილიელ მარლონეს და დანიუშკა როდრიგეს. აი ეს გოლი აღიარეს 2016 წელს საუკეთესო გოლად ფეხბურთში. ულამაზესი ჯარიმა, უცნაური ტრაექტორიით, მაშინ ასე გამარჯვებული მოხდი ფაიზუ სუბრი. წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი გამოავლინა გაბრიელ ბატისტომ, ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა. ქალებს შორის ლაურეატი გახდა ზედიზედ მეორედ ამერიკის ნაკრების ლიდერი კარლი ლოიდი, მანაჯობა გერმანელ მელანი ბერინგერსა და ბრაზილიელ ლეგენდარულ ფეხბურთელს მარტას. ლოიდმა ხმების 20% მიიღო, 16% მარტამ და 12% ბერინგერმა. და კულმინაცია საღამოსი იყო სცენაზე გამოსვლა FIFA-ს პრეზიდენტის ინფანტინოს მან დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელი მამაკაცებს შორის, როგორც მოსავალნელი იყო, ეს გახდა კრისტიანო რონალდო. მან ხმების 34% აიღო, 26% მიიღო ლიონელ მესიმ, რომელიც არ ესწრებოდა აი ამ გალაწარმოდგენას, ხოლო მესამეზე გავიდა 47%-ით ანტუან გრიზმანი. გუშინე FIFA-მ შეადგინა წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც 11 ფეხბურთელიდან 9 არის რეალისა და ბარსელონას წარმომადგენელი და 2 თითო ბაიერნისა და იუვენტუსის და ესე გამოიყურება ეს სიმბოლური ნაკრები. მეკარე ნოიერი, მცველები დანი ალვეში, პიკე, სერხიო რამოსი, მარსელო, ნახევარმცველები ინიესტა, კროსი, მოდრიჩი და ფორვარდები ლიონელ მესი, სუარესი და კრისტიანო რონალდო. გასაგანებზე რონალდო, რომელმაც პირველად მოიპოვა ეს ახალი პრიზი, რომელიც დააწესა FIFA-მ, მოიხსენებათ, მან 2016 წელს მოიგო ევრო 2016, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდითა შორის ყოლასაჯება 16 გოლით და წლის ბოლოს 2016 წლის ბოლოს ფრანს ფუტბოლისგან მიიღო ასევე ოქროს ბურთი, მოკლედ ტრიუმფალური აღმოჩნდა 2016 წელი პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის. ჩვენ გავაგზავნოთ ფეხბურთის თემა ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც გუშინ დასრულდა მე-17 ტური, შეხვედრით ოსასუნა ვალენსია, ეს იყო აუთსაიდერების მატჩი, მოგეხსენებათ ვალენსიას ძალიან უჭირს, მან უკვე მე-13 შეიცვალა მწვრთნელი მიმდინარე სეზონისას, მოვიდა დაბრუნდა გუნდში ვორო, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ვალენსიამ ვერ შეძლო პირველი მატჩის მოგება, არა და ახლოს იყო ამასთან, ის სტუმრად ეთამაშებოდა ოსასუნას, თავიდან ვალენსია დაწინაურდა მეორე წუთზე მუნირ ელჰადადის გოლით, მაგრამ შემდეგ გაათანაბრა ანგარიში ორიოლ რიერამ, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე საკუთარ კარშიც გაიტანა პირველივე ტაიმში გოლი 45 წუთზე და პირველი ტაიმი ვალენსია მოიგო ანგარიშით 2-1. და კიდევ 3 გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ოსასუნა მეორედ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, როცა განმეორებითი დარტყმის შემდეგ რობერტო ტორესმა შეძლო თავის გამოჩენა ფრე 2-2, მაგრამ 73 წუთზე ვალენსიელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ ამ შეხვედრაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მარტინ მონტოიამ 73 წუთზე მუნირ ელჰადადის პასი გამოიყენა, შემდეგ აი ამ ეპიზოდში უხეშობისთვის დაინიშნა პენალტი ოსასუნას ქალის მიმართულებით, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა დანი პარეხომ და ვალენსიამ გამოუყენებელი პენალტის გამო დაისაჯა 92 წუთზე ოსასუნამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ეს გაკეთა კარლოს კლერკმა და ოსასუნამ შეწყვიტა 4 მატჩიანი წაგებათა სერია. ვალენსიამ კი ზედიზედ მე-7 მატჩში ვერ მოიგო და ახლა ვალენსია მე-17 ადგილზეა, მხოლოდ 1 ქულით არის დაშორებული გასავართ ზონას, აი რაც შეეხება ოსასუნას, ის 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. და სპორტის სხვა სახეობებსაც გადავხედოთ, დავიწყოთ ჩოგბურთით, ზუსტად ერთ კვირაში იწყება ავსტრალიის ღია პირველობა, დიდი სლემის რიგით პირველი ტურნირი 2017 წლისა და ჩოგბურთელები ასრულებენ მზადებას აი ამ უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატისთვის. სიდნეიში მიმდინარეობს ქალთა ტურნირი, სადაც გუშინ ერთი გამორჩეული მატჩი იყო, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ეთამაშებოდა რიოს ოლიმპიადის მოულოდნელ და სენსაციურ გამარჯვებულს პუერტო-რიკოელ მონიკა პუიგს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ის 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. პირველი პარტია მოიგო ვოზნიაცკიმ 6-3, მეორე უკვე მონიკა პუიგმა იმარჯვა 6-2 და მესამე სეტში განაწყდა ყველაფერი, სადაც თავიდანვე პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა ვოზნიაცკიმ და მოახერხა ამ უპირატესობის შენარჩუნება 6-3, 2-6, 6-4. დანიელმა ჩოგბურთელმა გააღწია მერვე ფინალში, სადაც მისი მეტოქე იქნება უკრაინელი იულია პუტინცევა. ძირითადი ფავორიტები ავსტრალიის ღია პირველობის ამ კვირას ისვენებენ, ასე რომ ვოზნიაცკის აქვს შანსი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოიგოს WTA-ის ერთ-ერთი ტურნირი. გადავიდეთ ავტოსპორტში და ვისაუბროთ რალი რეიდ დაკარზე, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ ამერიკაში. გუშინ იქ ერთდღიანი შესვენების შემდეგ გაიმართა მე-7 ეტაპი. უამიდრობის გამო ორგანიზატორებმა ამ ეტაპის დისტანცია გაანახევრეს, კერძოდ
მოტორბოლებსა და ავტომობილებს უნდა გაევლოთ 161 კილომეტრი. ავტომობილების კლასში დომინირებენ Peugeot-ის პილოტები, გუშინ ორი ფრანგი, აი ამ გუნდისა, სტეფან პეტერანსელი და სებასტიან ლოები, სხვებზე გამორჩეულები იყვნენ და დიდი უპირატესობით მოუგეს მინისა და Toyota-ს წევრებს. საბოლოოდ ეტაპი მოიგო სტეფან პეტერანსელმა, მეორეზე გავიდა სებასტიან ლოები. პეტერანსელი ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას, მას მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთით ჩამორჩება სებასტიან ლოები და მესამე ადგილზეა უკვე სხვა გუნდის კერძოდ Toyota-ს წარმომადგენელი ნანი რომა, თუმცა ის სტეფან პეტერანსელს მთელი 12 წუთით ჩამორჩება. რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, აქ გუშინ დომინირებდნენ Honda-ს მბოლელები, საუკეთესო დრო აჩვენა ამერიკელმა დებიუტანტმა რიკი ბრაბეკმა, არადა მან გუშინდელი ეტაპი მხოლოდ 31 პოზიციიდან დაიწყო. კარგი დღე ჰქონდა ასევე საერთო ჩათვლის ლიდერს სემ სანდერლენს, რომელმაც 6 წუთი მოუგო თავის უახლოეს კონკურენტ საერთო ჩათვლაში პაბლო კინტალიას. სანდერლენდი ინარჩუნებს პირველობას გენერალურ კლასიფიკაციაში და მთელი 18 წუთით უგებს კინტალიას გენერალურ კლასიფიკაციაში და თუ მან შეინარჩუნა ეს უპირატესობა და პრობლემები არ შეექმნა მომდევნო ეტაპებში, სანდერლენდი პირველად გახდება რალი დაკარის გამარჯვებული. და ბოლოს NBA ტოპ 10, ტრადიციული ტოპ 10, ჩვენ აი ამ ტოპ 10-ის მეშვეობით ვისაუბრებთ გუშინ გამართულ მატჩებზე NBA-ში. მთავარი მატჩის ფრაგმენტები ჩვენ გუშინ ნახეთ, როცა Golden State-მა საკრამენტო დაამარცხა და პაჩულია იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ახლა კი სხვა მატჩების შესახებ. მე-10 ადგილზე Milwaukee Washington-ის მატჩი და Milwaukee-ის კალათბურთელი ტონი სნელი აი ამ ჩატენით გავიდა მე-10 პოზიციაზე. მე-9 ადგილი Clippers-ი Miami, ამ ტოპ 10-ში დომინირებს Clippers-ის გამთამაშებელი Chris Paul-ი, სამჯერ მოხვდა ეს კალათბურთელი აი ამ 10-ში. Chris Paul-მა აი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩააგდებინა ბურთი Brandon Bass ძალიან ლამაზი პასის შემდეგ. მერვე ადგილზე შეხვედრა პორტლენდი დეტროიტი და დეტროიტელების კომბინაცია იშ სმითის პასის შემდეგ ტობიას ჰარისის დანკი ვიხილეთ. მე-7 ადგილი Clippers-ი Miami, აქ კვლავ Chris Paul-ია ყურადღების ცენტრში, მისი ულამაზესი კროსოვერები და შემდეგ საშუალო მანძილიდან ჩაგდებული 2 ქულა. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ და გქონდა იმედი, რომ აი ამ ტოპ 10-ში მოხდებოდა პაჩულია გუშინდელი დაფარული პასით სტეფ კარის მისამართით, მაგრამ ეს ეპიზოდი სამწუხაროდ არ შეიყვანეს ტოპ 10-ში აი ამ ტოპ 10-ის შემდგენელებმა. ახლა კი ორი მომენტი ზედიზედ შეხვედრისა პორტლენდი დეტროიტი, აქ გამარჯვებული გამოვლინდა 2 ოვერტაიმის შემდეგ. ძირითადი დროიდან პირველ ოვერტაიმში შეხვედრა გადაიყვანა CJ McCollum-მა და ჩვენ ეს ტყორცნა ვნახეთ. ეს უკვე პირველი ოვერტაიმის ბოლო წამებია და კვლავ CJ McCollum-ის სამქულიანი და უკვე შეხვედრა გადადის მეორე ოვერტაიმში. 2 ბაზერ ბიტერი შემოგთავაზა პორტლენდის ერთ-ერთმა ლიდერმა აი ამ შეხვედრაში. გვჭირდება კიდევ 4 მომენტი, მე-4 ადგილზე შეხვედრა Clippers-ი Miami და ისევ Chris Paul-ის ლამაზი პასი, რის შემდეგაც Morris Speights-მა ჩატენა ბურთი. Chris Paul-ს გუშინ 18 შედეგიანი პასი ჰქონდა და ის გახდა მე-10 მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც მიაღწია 8000-იან ზღვარს შედეგიანი გადაცემებისა. მე-3 ადგილი Lakers-ი Orlando, Jordan Clarkson-ი Lakers-ის ახალგაზრდა კალათბურთელი, ეგრეთ წოდებული reverse dunk-ით, მან ცალი ხელით ჩატონა ბურთი Orlando-s კალათში. მეორე ადგილი შეხვედრა Brooklyn-ი Philadelphia და Philadelphia-ელი Robert Covington-ი, ასევე მისი დანკი იყო გამორჩეული და მეორე ადგილზე გავიდა ახალგაზრდა კალათბურთელი. და ბოლო ეპიზოდი ისევ შეხვედრიდან პორტლენდი დეტროიტი, ეს უკვე მეორე ოვერტაიმია და კიდევ ერთი ბაზერბიტერი დეტროიტს გამარჯვება მოუტანა აი ამ სამქულიანი ამ შეხვედრაში კენტავიუს კოლდუელ პოუპმა, მან 9 წამით ადრე სირენამდე 9 წამით ადრე მოახერხა აი ამ სამქულიანით 125-124 გამარჯვება მოეტანა თავისი გუნდისთვის. მადლობა გიორგი, ესეთი იყო დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე 10 საათზე დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ კი ხვალამდე დაგემშვიდობებით ნახვამდის. კარგი ხანით.